რა თქმა უნდა, საზოგადოება ყოველთვის იტყვის, რომ მე ეს დამანახებ ამ პრობლემას. არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, ხო? ანუ ეს ეთვლის საზოგადოება სამწუხაროდ და ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ოღონდ იმის უკან ვერ ხედავს, რომ გვყავს 50,000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც მოიხმარს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, აფთიაქო ნარკოტიკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი არა, ამძიმებს სიტუაციას, მაგრამ ესია რა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არსებობენ მომხმარებლები, რომელსაც შეიძლება აბსოლუტურად არანაირად არ ჭირდებოდეთ დახმარება, უბრალოდ ჭირდებოდეთ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, რომ ის დღეს ნარკოტიკი, რომელსაც შენ ყიდულობ, მაგალითად როგორც MDMA-ის, შეიძლება ერთ საწორზე აწონონ მეტადონი და MDMA-ი და ერთი პატარა კრისტალი მეტადონის რო გაერიოს ამ MDMA-ში და შენ ეს მოიხმარო, მოკვდები.